რომ ადამიანმა მამაკაცმა პირდაპირ ხელი გააკეთა. აქ საუბარი რაღაც ადამიანობაზე არის ძალიან ამ ხალხთან ნამდვილად არაბოს საცხალხო ნამდვილად ის ვინც არის მათი დამკვეთი ის კაცი ნამდვილად ყველა ჩვენგანზე უფრო აღესტავოთ ესენი მე და ვერცენ ნაციონალური მოძრაობის წევრს ვერ შეაშენებთ. ჩემი რამდენიმე ფოვნის და მიუხედავად შინაგან საქმეთა სამინისტრო ვერ უზრუნველყო ელემენტარული რომ აი პატარა პერიმეტრზე დაეცვა წესრიგი. ეს ჩვენთვის როგორც ზოეთბირის რაიონის გამგებლისთვის არის რეალური პრობლემა. ეხლა ხარ გამგებელი პრობლემა. და მინდა მართლა აღვნიშნო წარმატებული ოხლოკრატია დამყარდა საქართველოში ულოცავ ბიძინა ივანიშვილს გასაოცარ დემოკრატია ალბათ ეგრე ითარგმნებოდა თავის ენაზე რა ენაზეც მეტყველებს და ეს არის რა ალბათ ეხლა და არ ვიცი როგორ ხდება ეგეთ ქვეყანაში მართლობა როცა პატრული აღარ არის პოლიცია აღარ არის როცა დეპუტატებს ცემენ როცა ქალაქის მერს ცემენ როცა აი ესე ბრბო მართავს სიტუაციას ვფიქრობთ რომ ამ ფაქტმა შეიძლება გამოწვევს ის რომ პრეზიდენტმა დაითხოვოს პარლამენტი არ ვიცი ოხლოკრატიის წესებით ეგ როგორ არის არ ვიცი და რას აპირებთ თუ გაქვთ რაიმე შევიკრიბებით და გადავწყვიტავთ ერთად რა უნდა გავაკეთოთ შიშარა სააკაშვილი ზის თავის საგიჟეთში აქციების გაგრძელებას ეს არის მუდმივი პროცესი თავისუფლებისთვის ბრძოლა ჩვენ ყოველთვის ბრძოლობდით და ვიბრძოლებთ ჩვენი თავისუფლებისთვის ერთი წამით შეცდომაში ნუ შევიყვანთ საზოგადოებას რა ერთი წამით მე პირადად პოლიტპატიმრები ასევე არ მივდივართ ალაბრის რეზიდენციასთან მივდივართ ჩვენ ოფისში უფლებადამცველები სადაც მოვითათბირებთ და ვნახოთ შეიძლება მოხდეს ისეც რომ ავიდეთ მიხეილ სააკაშვილის რეზიდენციასთან მე პირადად გამოვრიცხავ 2 დღეა მიხეილ სააკაშვილს ხან პარლამენტში ველოდები დღეს დავითობას გელათში ველოდებოდი და მისი დაანონსებული ის რომ მოვიდოდა საჯარო ბიბლიოთეკაში როგორც ხედავთ ტყუილი აღმოჩნდა და ეს ადამიანი მტყუარია დამანუს დიდი სპეციალისტია გადაჭეხილებას უმტრიანად ეხლა დამაფიქსირო და დამიჭირონ ეხლა მაგრამ სააკაშვილის დრო აღარ არის ეხლათო შენ შემოგივი რას ვაპირებ და ეხლა მიდივარ რეზიდენციასთან გადავისწრით ნაკერებ ვაფშეტო ის არის